ამბები გზა მლეთიდან გუდაურამდე ორ მხრივად გახსნილია, თუმცა ტრაილერებისა და ავტობუსებისთვის მოძრაობა კვლავ აკრძალულია. უკვე გაწმენდილია გზა გუდაურიდან ჯვრის უღელტეხილამდე კობის მიმართულებით, სამუშაოები კი მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც შესაბამისი სამსახურების ზვავებს ხელოვნურად ჩამოშლიან. ამ დროისთვის კვლავ ნარჩუნდება ზვავს საშიშროება. დღეს დილით გუდაურში მოქმედ საკოორდინაციო შტაბში სხდომა გაიმართა, სადაც ამ სამუშაოების შესახებ იმსჯელეს. შესაბამისი ექსპერტებით დაკომპლექტებული ჯგუფი ახლა აკეთებს საბოლოო კვლევებს, რის შედეგადაც დაახლოებით შუა დღისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანაყოფი უკვე მოახდენს აფეთქებებს ზვავების ხელოვნურად ჩამოყვანის მიზნით. ჩვენ ახლა ასე ვთქვათ ვაკეთებთ წინასწარ კვლევას თოვლის საფარის, იმისათვის რომ განისაზღვროს თოვლის სტაბილურობა, მდგომარეობა და ასე ვთქვათ ხელოვნური დაშვების პროცესთან ერთად შეფასდეს რისკები, რათა მერე მოხდეს კონკრეტული სიტუაციის ანალიზი იმისათვის, რომ მე უკვე ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და საგზაო დეპარტამენტმა შეძლოს დაგეგმოს სწორად და უსაფრთხოდ გზის წმენდა. ამ დროისთვის უკვე გახსნილია გზა ნინოწმინდა სომხეთის საზღვარზე, თუმცა რჩება შეზღუდვები გზის რამდენიმე მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ტრანსპორტისთვის. ასეთივე შეზღუდვა მოქმედებს ტყიბული ამბროლაურის მონაკვეთზეც. დიდთოვლობისა და ზვავს საშიშროების გამო კვლავ დაკეტილია უშგულის მიმართულება. რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის დიდთოვლობის ყველა ადგილას მობილიზებული შესაბამისი ტექნიკა და სპეციალისტები.